ეს რაც თქვენ თქვით და რაც პირველ რიგში ანდრეი შევჩენკო თქვა, ეს არ გახლავთ პოლიტიკის ბრალი, ეს გახლავთ იმის ბრალი, რომ კახა კალაძე ღალატობს ქვეყანას, ღალატობს მეგობრებს, ღალატობს პრინციპებს, როგორ შეიძლება უკრაინა რუსეთის ომის პირობებში, როდესაც რუსეთმა განახორციელა აგრესია და თავს დაესხა თავისუფალ დამოუკიდებელ სახელმწიფოს და მოინდომა მისი სრული ოკუპაცია და ამ ერის განადგურება, როგორ შეიძლება ამ პირობებში იყო რუსეთის მხარეს და კახა კალაძეს არჩეული აქვს მხარე, ის არის რუსეთის მხარეს ამ ომში და ამ ბრძოლაში, ვინაიდან ის ლანძღავს უკრაინელ ხალხს და ჩვენ არაერთი განცხადება მოგვისმენია მისი, ის ლანძღავს უკრაინის ხელისუფლებას, რომელიც წარმოადგენს უკრაინელ ხალხს და ის ლანძღავს ყველა იმ პარტნიორს, ვინც უკრაინას ეხმარება, რათა თავი დაიცვას რუსეთის აგრესიისგან. და საბოლოო ჯამში ძალიან ლოგიკურია წარმოიდგინეთ და ღმერთმა დაიფაროს ჩვენს ოჯახებში, ჩვენს მეგობრებს, ვინმე თავს რო დაესხას და ჩვენი მტრების მხარეს რო ვიყოთ. გამორიცხულია ჯანსაღი ოჯახში გაზრდილი წარმატებული თუ ნაკლებად წარმატებული ადამიანი ამ პირობებში აგრძელებდეს მეგობრობას იმ ადამიანთან და ურთიერთობას, ვინც მისი მტრების მხარე დაიჭირა. ეს ძალიან მარტივი გასაკეთებელია ამის ანალიზი. ამის იქით ახლა კულტურად რო გიხართ რაღაც პირად ურთიერთობებზე არ მინდა საუბარი, შეიძლება კიდევ უფრო მეტია რამე, რაც საზოგადოებამ არ ვიცის, მაგრამ ჩემი აზრით ესეც საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ მასთან არ ქონოდა ურთიერთობა და თქვა კიდეს, რომ მასთან არ აქვს ურთიერთობა. თვითონ გაერკვევიან, უკრაინა იქნება აუცილებლად ერთიანი სახელმწიფო და უკრაინელი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს იმ ვერაკტერზე, რასაც რუსეთი, პუტინი და მისი მოკავშირეები ქვია. კი ბატონო. და თენგო გადავიდეთ სხვა ამბებზეც, აუცილებლად მინდა დაგისვათ კითხვა საბას ხვიტარიძესთან დაკავშირებით. დღეს მისი საქმის არსებითი განხილვა დაიწყო სასამართლოში და ჩვენ ყველა მოვისმინეთ ხო საბას სიტყვა, როგორ აღწერს ის იმ ძალადობას, ფსიქოლოგიურს თუ ფიზიკურს, რაც ხდებოდა რეალურად, მისი თანდასწრებით თუ მის მიმართ. რა შეგიძლიათ გითხრათ ამ ყველაფერზე და აი როგორ უნდა მოვახერხოთ ის, რომ რაღაცნაირად ნორმად არ აქციოს ქართული ოცნების ხელისუფლებამ ესეთი ისტორიები, რაღაცა პოლიტპატიმრები, მათზე განხორციელებული ეს შეურაცხყოფა, ძალადობა და ასე შემდეგ. საბა არის ის გამონაკლისი ერთეული თუ არ ვწდები, იმიტომ რომ ბევრი არ არის ესეთი, ვინც დაზარალებულად იქნა ცნობილი. აქ თავარი საკითხი რა არის? მე საბასთან არ მქონია პირადი კომუნიკაცია, იმიტომ რომ მასთან ვერ შევდივარ საჯარისწრების დეპარტამენტში ადვოკატების მეშვეობით, ვიცოდი ამ ისტორიის შესახებ გადმოცემით და დღეს, როდესაც ამას პროცესზე პირადად მე მოვისმინე, გულწრფელად გითხრათ, ჩემთვის ემოციების შეკავება იყო ძალიან რთული, ვინაიდან საბა და მე იმის გარდა რომ ვარ თანამებრძოლები, ჩემი მეგობარია, ერთად ვიბრძვით რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ის არის საქართველოში სამოქალაქო აქტივისტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პრინციპული აქტივისტი და იყო და ამ როლს ძალიან კარგად ასრულებდა და საბას მიმართ განსაკუთრებით სისტემამ განსაკუთრებით მოიქცა ისე, როგორც ჩვევია ავტორიტარულ რეჟიმებს და დიქტატურას. ერთი რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ საბას გატეხვა გამორიცხულია, მაგრამ ის სიმძიმე, წამების, არაადამიანური მოპყრობის, გაუპატიურების მუქარის და მართლა ნაძილების და არაკაცების, არაქართველების მიერ დამუქრებით, რომ თითქოს ეგრეთ წოდებულ ქათმებში ჩასვავდნენ, შემდეგ მასზე იძალადებდნენ და ასე შემდეგ. ისინი არ იცნობენ ქართულ გენს, არ იცნობენ ქართველობას, კაცობას, იმიტომ რომ მათ დაკარგული აქვს ყველაფერი ქართული. საბას ედავებიან იმას, რომ მან თავი დაიცვა მასში, როდესაც ეგრეთ წოდებულმა პოლიციამ იძალა და ქალებს. და ამათ რა უნდათ? იცით, რუსეთი უნდა და რას გულისხმობ რუსეთის საქართველოში რუსული მენტალიტეტის არსებობას, რომ როდესაც შენს ირგვლივ ადამიანს, ქალს თუ კაცს არსებით მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ განსაკუთრებით ქალს, იმიტომ ესეთი ფაქტი იყო, ურტყამენ კაცი ამაზე თავს არ იცავდეს და პასუხს არ სცემდეს. ესე არის ზუსტად რუსეთში. ესენი მენტალურად რუსები არიან. კაცი აბუდაბიში კაც თავს დაესხნე და აქ ტიტუშკები მიუგზავნეს. ხო ვიცით ეს ფაქტი? ესე ძალიან თვალნათელია, ვისთან გვაქვს საქმე და ერთი რაც ინსტრუმენტად მათ დარჩათ, არის ის, რომ ქართველი ხალხი შეაშინოდა. არ გვეშინია ბატონებო, ჩვენ პირიქით, ჩვენ ვიქცევით ქართულად, კაცურად, ღირსეულად, არ გპასუხობთ, იმიტომ რომ ჩვენთან შედარებით თქვენ ლაჩხრები ხართ, 10 ედზე ნიღბებით შეგიძლიათ ცემოთ ხელბორტი დადებული ადამიანი.
და ნუსარგებლობთ იმით, რომ ჩვენ სახელმწიფოებრივად უყურებთ ამ საკითხს. ნუსარგებლობთ იმით, რომ რომელიმე, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების დეპუტატი ან პოლიტიკოსი არ ვართ. ნუსარგებლობთ იმით, რომ ზურგიდან მოპარვა შეგიძლიათ და ესე შეგიძლიათ ადამიანს გაუსწორდეთ. ამით ნუსარგებლობთ ქართული ოცნება გასულია ყველა პოლიტიკური თამაშის წესიდან და იმ წესრიგიდან, რაც პოლიტიკაში შეიძლება არსებობდეს. ერთი მხრივ, ისინი გასული არიან სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, კანონის უზენაესობა და კანონის წინაშე თანასწორობა სრულად დავიწყებული და დაკარგული აქვთ, ეს გავიგეთ, მაგრამ პოლიტიკური თამაშის დღის წესრიგიდანაც გადიან. ანუ პოლიტიკური თამაშის დღის წესრიგი არის შემდეგი, რომ შენს ოპონენტს გაუპატიურებით არ უნდა დავემუქრო, როცა მას ხელფეხი აქვს შეკრული. ძალიან მარტივია, როცა მისი ოჯახის წევრთან ერთად იმყოფება, შვილთან, მეუღლესთან და ასე შემდეგ, ფიზიკურად თავს არ უნდა დაესხა. 10-მა პოლიტიკურმა ოპონენტმა ერთი პოლიტიკოსი არ უნდა ცემოს სასტუმროს ფოიეში. ეს არის დაუწერელი შუა საუკუნეების პოლიტიკური წესებია, რაც ქართულმა ოცნებამ სრულად უგულვერყო. რუსეთშიც კი არ ხდება ესე, ახლა ჩვენ ხშირად მოყვავს რუსული და რუსეთის მაგალითი. გამორიცხულია რუსეთში იციან მათი პოლიტიკური ოპონენტების თრობა და ფიზიკურად ლიკვიდაციას ახდენენ. ეს დარჩა ქართულ ოცნებას, თორე დანარჩენი ქართულმა ოცნებამ ყველა ის შესაძლო ამორალური არაქართული საქციელი ჩაიდინა, რაც შეიძლება ჩაიდინა მათ. ყველაფერი ჩაიდინეს, არ არსებობს ამის იქით რაიმე, რაც ქართულ ოცნებამ შეიძლება არ ჩაიდინოს, ხო? პოლიტპატიმრის მამა დააკავეს გუშინ ადმინისტრაციული წესით, ვიცით, ხო? ანუ გაუგონარია მათი საქციელი. ანერვიულებენ პოლიტპატიმრებს. შიმშილობა გამოცხადებულ თქვენ კოლეგას, ზია ამაღლობელს და სოლიდარობა ხარდაჭერა ჩემი მას კოლეგას, რომელიც შიმშილობს უკვე 30 დღეა, ერთი თვეა, გამოვიდა ქართული ოცნების წევრი ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი და თქვა ესეთი რაღაცა, რომ აი ეგ პრობლემა მოგვარდება მას შემდეგ, რაც ის ჭამას დაიწყებს. ანუ ის რომ ადამიანი 30 დღეა შიმშილობს და მის ჯანმრთელობა სიცოცხლეს მათთვის არაფერს არ წარმოადგენს. ამ ადამიანების ერთადერთი რაც არის რუსეთზე ვინმე მაუგი არ თქვას და თვითონ იკვებებოდნენ. ანუ მათ ჰქონდათ საჭმელი. დაახლოებით ცხოველური ინსტინქტების დონეზეა მათი პოლიტიკური ხედვა, მათი პოლიტიკური შინაარსი დაცული, რაც საბოლოო ჯამში მათ გაანადგურებს. ესენი პოლიტიკაში არიან გავლით. წარმოიდგინეთ, გამორიცხულია ახლა ამ სიტყვების ავტორი, რომელიც პოლიტიკოსად თვლის თავს და შემდეგ კვლავ აპირებს პოლიტიკაში წლობით და შეიძლება 10 წლობით დარჩენას, გამორიცხულია ესე ფიქრობდეს და ესე ამბობდეს ადამიანი. იმიტომ რომ ვერ წარმოუდგენიათ ამ ხალხს თავი ოპოზიციაში. ვერ წარმოუდგენიათ ამ ხალხს თავი მათ ოპონენტებთან, თუნდაც ოპოზიციასთან რაიმე სახით საუბართ. ერთადერთი საუბარი რაც მათ იციან, ძევლად აყვანა ან ზურგიდან მოპარვა ტიტუშკების მათი გამოგზავნილი ტიტუშკების მიერ და თავში ჩარტყმა და ამ ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შეიძლება დაზიანებაც, ხო? ღმერთთან უკრას რომ ეს მოხდეს. აქედან გამომდინარე, ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი. ერთადერთი ინსტრუმენტი რაც და მათ დარჩათ, ეს არის შიში და ამ შიშის დაძლევის თავარი შესაძლებლობა და თავარი ასე ვთქვათ წინააღმდეგობა არის ის უწყვეტი პროტესტი და მტკიცე პროტესტი, რომელიც რუსთაველზე გრძელდება. რა თქმა უნდა, მას უნდა კონდეს მრავალმხრივი გაგრძელება, ის უნდა იყოს უფრო აქტიური და ძალიან მიხარია, რომ გუშინ ის გახდა მრავალრიცხოვანიც, იმიტომ რომ როცა გადაწყვიტა ეგრეთ წოდებულმა სამართალდამცველებმა, რომ არ მიეცათ შესაძლებლობა გზის გადაკეტვის მომიტინგებისთვის, გაორმაგდა ზუსტად 20 წუთში ადამიანების პროტესტანტების რაოდენობა. ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი და მათი პროპაგანდა აღარ მუშაობს, მათ მთლიანად ასე ვთქვათ, გავიდნენ სამართლებრივი და პოლიტიკური თამაშის წესებიდან. ისინი არ არიან აღიარებული როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. არიან ერთპარტიულ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში, რომელსაც ქვია ასე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის სანოტარო ბიურო. ცდილობენ რომ საქციებს დააღწიონ თავი, მაგრამ ნაწილი მათგანი დასანქცირებულია. პოლიციაში არის ასე ვთქვათ, მისკომუნიკაცია და არ არიან კოორდინირებულები და ამას ეს ძალიან კარგად ჩანს შეუიარაღებელი თვალით და ზედმეტი ინფორმაციის გამოჟონით. საბოლოო ჯამში ერთადერთი ინსტრუმენტი არის შიშის დათესვა და შიშს ისინი ვერ დათესავენ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ჩვენ ვიბრძვით მათ შორის ჩვენი პოლიტპატიმრების განთავისუფლებისთვის და ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რაც საბას გადახდა თავს, რომ მომავალში მათ არ დაემართოთ იგივე.
გულწრფელად ვამბობ, ამისთვისაც ვიბრძვი, რომ მათ იგივე არ დაემართოს, რომ მამუკა მდინარაძეს ვინმე არ ემუქრებოდეს, რომ იმას ასე ვთქვათ გააუპატიურებს. კი, ამისთვის ვიბრძვით, რომ ეს არ მოხდეს და არ მოხდება აწი საქართველოში და ქართული ოცნება არის ბოლო ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელიც ამ მუქარით ემუქრება საკუთარ ოპონენტებს და მომიტინგეებს და მშვიდობიან მოსახლეობას. არ მოხდება ეს, გამორიცხულია კოალიციური მთავრობის პირობებში. გამორიცხულია ახალი არჩევნების დანიშვნის შემდეგ, როცა ახალი ხელისუფლება მოვა, გამორიცხულია შურისძიება. ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს შურისძიება და ამ ქვეყანაში უნდა დადგეს ერთხელ და სამუდამოდ კანონის უზენაესობა. კანონის წინაშე უნდა იყოს ყველა თანასწორი. ეს იქნება ოცნების წევრი, ეს იქნება რომელიმე სხვა პარტიის წევრი, თუ უბრალოდ მოქალაქე, რომელიც თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ყოველდღიურად ამ ქვეყნისთვის ქმნის ბევრ სიკეთეს. ეს არის ესეთი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ და არა ისეთი სახელმწიფო, როდესაც დილის 9 საათზე ოპონენტებს ან იმ ადამიანს ვისგანაც თვლის და თმენის ვალდებულების ნაწილიც აქვს ქართული ოცნების წარმომადგენლებს მათ რაღაცა რეპუტაციული ზიანი მიაყენა და ასე შემდეგ ტიტუშკები გაუგზავნოს და ფიზიკურად გაუსწორდეს. სირცხვილია, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, ქართველობის სირცხვილია. არ ზის არანაირ გაგებაში, პოლიტიკურზე საუბარი ზედმეტია და ის რაც საბას ხვიტარიძის პროცესზე მოვისმინეთ, ჩემთვის იყო ძალიან ემოციური და ყველა იქ ადამიანისთვის. მოსამართლისათვისაც კი, სხვათა შორის. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, თენგო თევზაძე გვერდებოდა